ნაიცირქასება. აქ არის ეხა ეს შეჭამა ცოტა გოდემ. სადღაც 3 თუ 4 კოვსი. აქ არის ეს 2 მეტი არა? არა, 2-ია. 2 მე გაჭამე ჩემამდე? ერთი? აი 3-ია. ხო, ამაში არის მურაბა შინდის წვენი, ძლივს ქონდა. ოღონ წვენი, ცოტა მარცვლები გადავყარე, იმიტომ რომ წვენი ამომეყო და ამაში აქ ეხა სოდა, სულ ცოტა დანისწერით. სოდა? მე ციკვი. სოდა. გოდე რო ახველებს. უნდა მივცე აი ეს. ეხა ბოლომდე ერთხელ მე კიდე გავუკეთებ საღამოსკენ. ბაბა. მოგლედ მე მაქვს დღეს დასალაგებელი ბლომად, გასარეცხები. ანუ აქ ჭურჭლეულობა იმდენი არაფერი ეხა რაც დავსვარე, მაგრამ ეხა ამათ კარაქიანი პურები უნდა გავუკეთო. გოდეს გავუკეთეთ, რა გაგიკეთე ხა? ინგალაცია, 2 კოვსი შა. დედიკო სამაგიეროდ გიშველის ეგ. ელიდან თუ მოდის ის ხველება. მოდის წვენი აქვს თუ არის. მაშინ ამას რომელიც წვენი აქვს. მე სვამდი იმის კომშის და კომშის მქონია და ეხა კომშისას გავუხსნი. კომშის მურაბის წვენში გახსნილი ის სოდა აი ესე უნდა მოურიოთ კარგად და ისიც ესეთივე გახდება. მოგლედ მუხა მოვიდა. გითხარით სუნელი რო არ მქონდა მოვატანინე და დილა მშვიდობის. უფრო სწორედ მე მგონი უკვე შუადღეა. შუადღე მშვიდობის, ჩემო კარგებო. როგორ ხართ? ეს არის ჩაუწიეთ ხმას. ეს არის ქონდარი, დავქვავთ მე ჩვენ ბლენდერით, ეს მაჩუქაო. იმ ქალმაო, რისგანაც სუნელი იყიდა. ყოველთვის ერთი ადამიანისგან ვყიდულობ, არასოდეს სხვისგან რო იყიდა. ერთხელ ჩემმა მომენტებმა და გამომიგზავნა, უკან მივაბრუნეთ, იმიტომ რომ არ იყო ისეთი. აი ესეთი არ იყო. როგორიც ეს არის. მე მგონი ყველგან ესეთი დოზა მაქვს, სულ ცოტა, არც მეგონა იქაც თუ მქონდა. და ესე 2 კილო მოვატანინე, იმიტომ რომ ყოველთვის სუმჭირდება ხოლმე სუნელი მე და ამიტომ მქონდეს ქემაის ბლომად თქო. ინგალაცია გავუკეთე გოდეს. კიდევ გაჩვენებთ ეხა. წუხელ გავაკეთე. აი ეს წითელი ხახვი. წითელ ხახვს ეძახიან, მაგრამ იისფერი უფროა. აი ეს ხახვი. შუაგული ამოვიღე. ისე გემრიელად ამოვიღე, რომ ქვემოთ გახორეტილიც კი არ იყო, ნახვრეტი არ ქონია არაფერი, კარგა ხნის მერე სადღაც 1 საათის მერე დაიწყო იმან წვენმა გამოსვლა და აი ამაში ჩავასხი, იმიტომ რომ ეს იხურება. ლიმონის წვენი დავასხი კიდე და 1 ცალი მეორე დავჭყლიდე და ეგრე. ანუ დანით დავჭყლიდე, მერე დავჭერი და ეგრე ისიც აქვს იმას და ამას ვალევინებ გოდეს. საერთოდ თაფლი აქვს კიდე. თაფლი ჩავასხი, ლიმონის წვენი და
ამ ხახუში მანამდე ჩავაგდე ნიორი. მე ჩავასხი თაფლი და ლიმონის წვენი. ხო, ლიმონი არ მქონდა და ჩემზე დამთიოს უთხარი თუ გამომიგზავნე მეთქი. საიდანღაც მოვიტანეო. იქ მედანში ყავთ ვიღაც ახლობელი. ჩემ მამამთილს და იმისგან მოიტანა მე მგონი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ესე მახსოვს რაღაც. მითხრეს. ეხლა ხომ ხედავთ რომ კიდევ მაქვს და რა თქმა უნდა კონტეინერი მაქვს კიდეც სარიელი და სუფთა გარეცხილი, მაგრამ არ ჩავყრი ამაში. იმას შევინახავ მაცივარში ესე ცელოფნით რომ ისეთივე დარჩეს. ესე იგი არ დამილევია ყავები, ანუ გულისხმობ რასაც ვსვავდი ზიანს და მეორეს და არ გამომაყალიბე. შლობელი. შინდის მურაბა, დიდი ყოღუნწმრენი საერთოდ არა აქვს. მაგა შლობელი ჩა. ალიჩ. შლობელი, შლობელი, შლობელი. ხო და მომიტანა მუხა ჩგალიდან ლიმონიც და გოდეს წამალია. რაღაც მსხვილები აქ ჩვენ რო გქონდა, არ ვიცი რა ქვია, ხო მჟავეა. თითქმის ლიმონი ვითაა ისიც, ტკბილი არ არის. რა ქვია არ ვიცი. მოგატყუეთ რო გითხრათ, ვიცი რა ქვია თქო. ესეც ასე მე ხა მათ იმას გავუკეთებ. მერე და რამდენი დასალაგებელი მაქვს. იატაკები ყველაფერი მოსაწია. ასეთ ანიში კარგია უბორკა. ეს ცეკვა არ გვაქვს და არაფერი. კერათა მიმიყვანს მეთქი ეს კაცი, მაგრამ ვერა. ასე რომ მოკლედ ვიღაცაზე რო ხარ დამოკიდებული არის ყველაზე ცუდი. მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ფეხი ვერ გამიდგამს ამ ბავშვებს ვის დავუტოვებ, სად გავადგა ფეხი. და მოკლედ რა სახლიდან ფეხი ვერ გამიდგია. აი ამის თქვარი რომ მინდა. მიტი ეკოდეს ახლა მელონიც უყიდე მუხას მოატალინე გუში და მივაყრი ამ ყველაფერს და იმედია მალე ვუშველი. ხვალ არ ვაპირებ რომ გავუშვა, საშინლად ახველებდა და არ მინდა. მოკლედ შემოთავაზება მქონდა გუშინ რომ აქ აკეთებენ გოგოების შილაკს. ხო და მოდელი მჭირდებაო და თუ გინდაო გაგიკეთებო. ოღონდ რა ვიცი ძელ ჩხილს. ხო და ჯერ პასუხი არ მითქვია, იმიტომ რომ ჩემს მოცლა არ მოცლობაზე არის აქ საუბარი. ადამიანს რომ ვეტყვი რომ კი, კარგი მოდივარ მეთქი, მერე უნდა შევასრულო. ხო და მე კიდე ეხა სუსტად არ ვიცი, მივალ, არ მივალ, რას ვიზა. ამიტომ მოკლედ მოვწერ მერე პასუხს მეთქი ვუთხარი. გაგიკეთებო უფასოდ, ოღონდ მოდიო, მოდელი მჭირდებაო და შენ თუ გაწყობსო, მოდიო და უფასოდ გაგიკეთებო მომწყდეს. მარტო მე არა სხვათა შორის სხვასაც. ასე რომ
არ ვიცი, ნახოთ. გავიკეთებ თუ არა. მუხარო მოვა. ვეტყვი ვკითხავ თავისუფალი დრო როდის აქ და იმის მიხედვით მივწერ თუ გადავწყვეტ გაკეთებას ჩაი დამიმთავრდა და ამიტომ კარგად გავწურავი წვენი რომ არ გავუშვას ნაგავში ეხა გამოვცვალე ხო და ამიტომ ამასაც გავრეცხავ მე დავაწყობ ამაზე გარეცხილებს ეს ტილო ეხა გამოვიყენე პირველად ამას წავიღებ გასარეცხად ერთი ჩავიცვათ ჩვენ, როგორ არის რომ დაგიხარ? ხო დედა. დედა სი გაბუნჩულება დედა სი. უპასე დიშოს. აიმე. ვერ წარმოიდგენთ როგორია. ვერ წარმოიდგენთ როგორიო ხელია. აი ესა. აი ეს ეხა თქვენ რა უყურებთ. ხალხო ხელი. ალა. კი. ალა. აი მოდი ჩავიცვათ. მოდი. მოდი დედიკო, მოდი. ჰადა. აი, ჩავაცმე და მოვა. ნასკები მამამისმა ჩააცვა ძლივს. რამდენი ხანი დავდებდით. შეიცვი, არა, ესე დატანტალებენ დილით რო ადგებიან და მერე მაგიტოა რომ სულ ცხიკინებენ ან რაღაცა. ეხა არ მინდოდა. მათი გაციება არაფრით. მოკლედ ეხა ჩაის ვადობთ მე. ყავა გამიმზადე აქ მოვას ხოლმე და ეხა ხესაც ექსპერიმენტს ვაკეთებ, მაინტერესებს. გამომაყრის თუ არა ისე იმიტომ რომ ეხა რამდენი დღეა მართლა მხოლოდ გუში დავლიე ნალექიანი ყავა არ გამომაყარა და არც არაფერი და ეხა მაინტერესებს ისევ იმავეზე გამომაყრის თუ არა მაგიტომაც დავლებ იმიტომ რომ ადამიანები ვართ ინდივიდუალურები და შეიძლება არ იყოს ალერგიული მაგრამ ვიღაცისთვის იყოს და მერე ზიან ყავასაც დავლებ მერე თუ ამაზე არ გამომაყარა ზუსტად ვიცი რომ ერთხელ ამაზე ერთხელ იმაზე გამომაყარა ხო და უბრალოდ მე რომ ვიცოდე ჩემთვის თორემ ამას რამე იმისთვის არ ვაკეთებ რომ არ იქადა ვიღაცასაც გამოაკლეს არა ადამიანები ვართ ინდივიდუალები ასე რომ ვისთვის როგორ
რაც წამარი აქვს მაზი არ წამისვია ვერ მოვიცავე სიმართლე რო გითხრათ მაგრამ ასე რომ კომპოტი ჰქონდა და მაგი გავუხსენი გავევინებდი გოდეს კი კომპოტი მოხუხული იყო მაგრამ მაინც რახან ჰქონდა და კომში საერთოდ კარგია ჩვენ მაგალითად გავევინებდი ნიტრატების ნახაშს Swani khar gogo. Logora. Sonda. Es magas mezahodne. Swani khar. Oh, swani. Rato mezahodne na vitsi, მაგრამ rato აზე არ მომკალი. რა დაიდად იქცევი? რა არის ეხა ეს? გამიფუჭე ვიდეო. სიცხვილი. რატო გამოყავი ენა? ჰა? რატო ჩაუწიეთ ბიჭო ხმას? დედა მაინც აქამასის. თეთრი წერტილები წლის წვეთები. კარგი, გავაკეთოთ ეხა ჩვენ ჩაიჯერე. გაცებულები რო არიან მაგიტო ვალერია მხოლოდ ჩაის სითხე სხვა არაფერს არ სვამენ აბა და ამიტომ ხმას ჩაუწიე იმგონი ერთი ეყოფა და ეცა მაგარი ჩაი ამათთვის არ შეიძლება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთი ეყოფათ. სარეცხი არ მქონდა, ანიკო დეიდასგან მოვატანილე გოდეს.
ხარ გამიგზავნა და მე გოდე და გეგა გავუშვი. ძალიან გემრიელად წავიდნენ და მომიტანეს. რას გეხარ გავ? ქუდემა. რა გინდა? კაი. შენი ძვირისგან რასაც ხედავ, იმას აკეთებ. არის ესენი არ დალევენ კანაქიანი პური რო არ გამხიკინდეს და გაფჩხიკინდეს მაგიტომ ჩვენ ახლა ეს არის ძალიან ცხელი ეხა დაველოდები ამას გავსინჯავ დავლებ ხო და მე დავლებ წამასაც და მე წავისმე კრემს თითქოს და ეს თვალები მაქვს შეშუპებულიო, მაგრამ დიდად ვამჩნევ რამის მეთქიტყვილი, უბრალოდ აი როგორ გითხრათ, თითქოს და ფუმფულას ავით მაგ. აია. ფუმფულა რო იყოს რაღაც. მოკლედ ეს აბაჰე ხმეთო, უნდა ეგარ იყოს და ზიანი იყოს არც დავი. ვადაგასული ხო არ იყო და ვნახე და არ არის ვადაგასული. არის 27 წლამდე რო აქვს რო ეგეთი. გამარჯო. მაჩინე. არა. ცხელია. გადავასხა ჭიქიდან. იქეთ რო დავიო თორე მე ძალიან დიდი ვიდეო მომიწევს. დიდი ვიდეო არ მინდა. I wanted some salt cream. It looks like red Yes. Well, let's just put it somewhere. ძალიან მაგხავ. შუბაკა. სუმეძინება. ეხლა თქვენ გხედავთ გონიათ აქ რო გიყურებთ. ჩემ თავს მე ხედავ ნორმალურად. დედა. მართლა. აი რაღაცას ხედავ კი, მაგრამ ცუდად მაგსაკ.
ხელია. აი ხა ეს ადგილი მაქვს მარტო უხეში. ესენი არა, ესენი მომირბილდა თითქოს, ესენი კარგად მაქვს. აი აქედან აი ესენი მაქვს უხეში. იმიტომ რომ კიდე მძრება ჯერკანი აქვს. ცხელია. რა გინდათე? სკამი წამოიღო ხომ, კაი? ცოტა დამჭა. ჯერ არაფერი არ მემჩნევა საერთოდ. და იქნება ძიანი ყავის სქემაის დადასტურებულად მეცოდულება. აი ამის. აგერ 03:25 წერია, ეხა აქ როგორ გამოვაჩენ არ ვიცი, მაგრამ აი ბოლოში 03:27. ვადა აქვს. ვადა გასული არ არის. დამზადების თარიღი არის 03:25 და 03:2027-მდე აქვს დრო. იმიტომ რომ ეს ორივე რომ მგონებოდა და არც ეს რამელია და არც ესე არ მინდა. უნდა ვიცოდე ზუსტად რომელმა და რამ გამოიწვია. ასე რომ ამის მაინც არ მეგონა, უფრო იმის მეგონა, იმიტომ რომ ის რო დავლიე მეორედ იმაზე გამომაყარა ძალიან, აი წასვლამდე. ლიკა აქ იყო. თვითონაც ხედავდა ის გოგო. არციან ყავაზე თუ როგორ გამომაყარა. ესეც ასე. ჭიქები ჯერ უხმარები მიდევს. ჩემ შვილებს არ გამოვყენებია ჯერ და ის უნდა გაჩვენოთ აქ დავდე. რეცხვა მოხნახავთ ხო? რეცხვა. დაიშალა ის პატარა. არ მაქვს არაფერი. ყავისა არა, ესე იგი. მოკლედ ესე. კაი. შევუდექი ეხა მე. სვამს მე არ დავლევდი ხო ხედავთ მე როგორი ვარ მე აი კაი სიროფები რო არის ოღონდ ცოტა მომწარო იყო მახსოვს მაღაჩემმა რომ მოგიტანა ცოტა ვიყავით ყველა სიცხები უქონდა დედიკო არ იყო და მამაჩემი არის სამხრივ ძალიან ისეთი როგორ გითხრათ ვერ იტანს ბავშვების ავადმყოფობას ძალიან ეშინოდა ხოლმე ცუდად რო გავხდებოდით თან როგორია ეხა ჯერ მე ქალი რო ვარ და მარტო რო ვარ ჩემ შვილებთან მეც მეშინია აი მარტო თუ ვარ მართლა თქვენ ვერ წარმოიდგენთ
აი როგორი იმედი მაქვს ხოლმე, რომ აი მუხრანისთან შემიძლია ნებისმიერ დროს დავრეკო და რო დაურეკავ რამე რო პრობლემა მაქვს უშვებე. აი ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების კიდე ესე რომ ხელს უწყობენ ხოლმე რომ უშვებენ მე ასეთ დროს რთულ მომენტებში. მანამდე მე რო გავდივარ, რო ვუყურებ ამას. ბავშვებს თუ ცუდად არიან, აი არ მიკითხოთ და მამაჩემიც ეგრე იყო, ძალიან განიცდი და ძალიან ცუდად იყო. აი ვერიდან და ჩვენს ცუდად ყოფნას, გაციებას, სიცხეს და ასე შემდეგ. და ამიტომ სულ გარბოდა მოქონდა წამლები, გვალევინებ და ეგონად წარმოიდგინეთ ეხა. რამოდენიმეჯერ მე ძალით დამალევინა 1-2 მაგრამ მე არ დავლია. ჩემს დას დაავალა უფროს დას, ვაიმე ამ თავს რა უნდა. ჩემს უფროს დას, ანუ შუათანას დაავალა, რომ ყველასზე უნდა მიეცა ეს სიროფი და ისე ვეცოდებოდი ამ ჩემს შუათანა დას, რომ მე არ იმავშვებოდი, არ სვამდი სიროფს. ჩემით გამოვედი, ძალიან კარგად გამოვედი. არ დამილევია და ისე. ხო და მე ეხაც იხსენებდა იმას სახში რომ ვიყავით ჩემი და რომ აი ესე იყო და მაინც გამოვიდა მდგომარეობიდან, ანუ სიცხეც მქონდა, ყველაფერი იმაზე ნაკლებ ცუდად არ ვიყავ, მაგრამ არ დამილევია წამლები და გამოვედი. და ისინი სვამდნენ. იმაზეა რა ვიცი, მე მგონი, რისიქ წამს და რისიქ ჯერა მაგაზეც ბევრი რამე არის დამოკიდებული. ასე რომ წავედი ახლა მე ამას გავუკეთებ. სახეზე ხედავთ, არ გამომაყარა. ისე იგი ძიანი ყავის დამსახურებით გამომაყარა ის დღეები. რა თქმა უნდა, კი, ერთდროულადაც დამილევია და მქონია ის შემთხვევა. ეს ყავები ორივე ერთად. ასე რომ ძიანი ყავის დამსახურება ყოფილა. ჯერცხელია. მუხრანი რო გაიძახის, განახათ. რა კარგად გაქვსო სახეო და ის კი არა მთლად გათეთრდიო მე მგონიო და მართლა ძალიან გამეღიალდა კანი მაგის მერე მართლა იბავშვებს გეფიცებით სარკეს რო ვუყურებ ჩემი კანი რო არის მაგას ვერ ვცნობ იმიტომ რომ არ ყოფილა რომ მე ეს სულ მოვარდისფრო მქონდა ესენი სულ ვარდისფერი მქონდა ზეზე რო გავიდოდი ხო საერთოდ მიწითდებოდა და გათეთრდიო შენო რა გენახლება 50 ლარიანი კრემ მოგიტანეო დღეს დილით მე ვეუბნები ვეუბნები გუშინ ვალენტინო გაიყო მაგრამ იმ ყველაფრიდან გამომდინარე გახსოვთ მანამდე აღნიშნავდი ხოლმე ვალენტინობას და მუხას საჩუქარი მომიტანა მაშინ რაღაც ვერცხლი იყო მე მგონი მოკლედ მაშინ კი დავდე მაგრამ ეხლა მაგის მერე რამდენი წელია რო გავიგე რომ ეს არ არის ის რაც ჩვენ გგონია და რაც ჩვენ გვინდა ხო მაგალითად სიყვარულის დღე როცა არ არის უარი ვთქვი ამ ეს აღნიშნვაზე მაგრამ ეხა ვეუბნები ნახე რამდენმა აღნიშნა თითქმის ყველა მაინც აღნიშნავს ყველა ხო იცის ამ დღესთან დაკავშირებით რომ მოიძიებენ ჩვეულებრივად გუგლში რომ დაწერ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით რომ გინდა რაღაცის გარკვევა და თუ რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფრის გაგება ხო არის შესაძლებელი მაგრამ მაინც ხო აღნიშნავენ ადამიანები და მე წაღმენიშნა რა საჩუქარი ჩემთვის ცუდი იყო არ მინდოდა თუ რა თქო ვერ გავიგე თქო და ეხა სამაგეროდ ახლა ხო მაგ ხარ მეთქი გუშინ ხო არ იყო აქ ეგეთ წავიდა ახარც მახსოვდა სიმართლე რომ მითხრათ ეს ვალენტინობა ხო და სამაგერო ნაწილობიტარე მეთქი საჩუქარი მაგრამ მომავალი წლიდან დავაწყებინეთ მეც აღნიშნავს რატომაც არა ყველა აღნიშნავს და რახან სიყვარულის დღე ცნობთ ამ 14 თებერვალს მეც ესე დავიწყე გინდა არ გინდა
უნდა აღნიშნო მეთქი ვეთყვი მოგიდოს. ძალიან კაია, მოხაინს მაინც არ იყვარს. ყვავილების ჩუქება და ასე შემდეგ. მართლა, ამას სრული გულწრფელობით გეუბნებით და მეც ბევრჯერ მითქვია, რომ თუ ყვავილს მათ ჩუქებ ერთით საკმარისია, იმიტომ რომ ყვავილები ჭკნება და არ მიყვარს მე. მართლა, აი ბავშვებს გიფიცილი. რატო უნდა დავხარჯო მეთქი ფული იმაზე. ეხაც კი ჩემი დაბადების დღისთვისაც ის უთხარი. არ გავედო, თაიგული არ მიყიდო, და მოკლავ მეთქი, იმიტომ რომ ამდენი ყვავილებში ფულის გადაყრა არ მინდა. ერთიც მეყოფა მეთქი. ჩემი და გაგიშდა, შენ ვერ ხარო. ეს მოდა რო უთხრა. აი რაღაცა ასე ვნახე გუშინ. ოღონ ერთი ცოტა და მოგუმო. ეს კაი კრემია ხალხო. ბავშვების არის, მაგრამ ძალიან კაია, დიდებისთვის ხო მით უმეტეს, ძალიან მაგარია. რა ვიცი, ჩემგანს ძალიან მოუხდა, ძალიან მაგარია და სხვათა შორის ერთ-ორ ბავშვსაც წავას მევინე, ჩემებს არა. თავის მშობელთან ერთად ოღონდ. რო ხედავდნენ ისე, იმიტომ რომ ჩემი გამონაყარი ნანახი ქონდათ და თავიანთ ბავშვებსაც ქონდათ და ამიტომ აბა წავუსვით ხო, იმიტომ რომ მე თუ მომიხდა, თან ბავშვისაა და თუ გინდა წავუსვი მეთქი და რომ წავუსვა მეორეჯერაც მოიყვანა, რომ წასვლა მინდა. კრემის ასე რომ ძალიან მაგარია. თუ სახეზე გამონაყარი გინდა ტანზე არა აქვს მნიშვნელობა, ძალიან მაგარი არის ეგ ბავშვებზე. დიდებზეც, მაგრამ ბავშვებს რო წავუსვეს, იქიდან გამომდინარე გეუბნებით კიდე. სუნი მე დიდად არ მომწონს თითქოს და რისი სუნი აქვს ამას. იმისი ხალხო. ეპილატორ კრემები რო არის. რაღაცა მაგის სუნს წააგავს. ხო. მაგასაც წააგავს ოდნავ. კი. მაგის სუნს წააგავს. დიდად არ მომწონს სუნი, მაგრამ სხვა მხრივ კაია. დიდია და ვნახოთ მე იქეთ გეძღვით. თუ როგორია ეს თუ მე ჩემს სახის კანზე ძალიან მომეწონა და ხო შევხედავ ცვლილებას. მე 50 ლარი კი ხირს, მაგრამ თან დიდი ხნით გეყოფათ 200 გრამია. ერთი წელი მეყოფა, ალბათ ან 9 წელი მაინც, ხო? გააჩნია რამდენზე წაის. წავედი აბა, დაგემშვიდობებით, ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. ხედავთ არ გამომაყარა. ხო და ყველაფერი ყოფილა რძიანი ყავის დამსახურება ჩემო კარგი. აი ხედე და ჭიქა და დაიცვი, ნახე სუფთა ჭიქა დევს იქ. ყოჩ. მაგრამ რატომ დამეწყო რძიან ყავაზე, ეგეც ვერ მივხვდი.